რატომ ეცნობა ის ჭიშკარი, ან ეს ვაშლისხე? რატომ მახსენებს ბავშვობას, ან მე ვიხსენებ? არადა მართლა მწვანე იყო, იქაც ჭიშკარი და იმ ეზოშიც საზაფხულო ვაშლისხე იყო. ვიპარებოდით ვაშლისხეზე მარილით ხელში, თითზე ფერადი ისინის ბეჭდით და ამ კვახე ვაშლებს კბილის მოჭრამდე დაჯღანვით კვბეჭდით. ხო, დაჯღანვა და კბილის მოჭრა ხომ კარგად გახსოვს. მართლა ის არის, თუ ძალიან გავს ეზოც და კარიც, მინდა ის იყოს. და ეს კაკლისხე, დაწენგოებულ ტუჩებს მახსენებს, რა კარგი იყო. და დედის სახრე, ნაწვიმარზე ფეხი რო ამიცდა, თუ ფეხი ამცდა, ხო, მართლაც ამცდა ფეხი ჩემთან ერთად რომ აგიცდა. მერე რამდენი ვიცინეთ და არ გვიტირია. ტალახიანი ბავშვები ხომ თვალებით ვცნობდით ერთმანეთს და შიშს, რომ გვეშინოდა სახში ასვლის და ტლაპტალახით გალონპულნი წყაროს წყლით რომ გავილუმპეთ. მერე იმ ღამეს სიცხე მომცა. დედამ მითხრა, ანგინა გაქვსო. მე ვერ წხვდებოდი ეს ანგინა რა იყო და ყელი მტკიოდა. დედა ბახმევდა ძრიან სახვევს, ცრემლი მდიოდა. შენ არ გიშვებდნენ ჩემს ოთახში, მე ოთახიდან დედა ამბობდა გადაედება ანგინაო. რაღაც უმერთო მაღეჭინა მწარე ფოდოლი და მესამე დღეს დაჯღანულ სახით მჟავე ვაშს ვჭამდით, მარილს ვაყრიდით. ნეტავის არის ეს ვაშლის ხე, ან ეს ჭიშკარი. ის ჭიშკარი ცხომძვანე იყო, ალაგ-ალაგ დაჟანგულიყო. და ეს კაკლისხე, ნეტავის არის თუ მინდოდა ის ყოფილიყო, რომ მოგონება დალექილი, წამოშლილიყო.